Რამდენიმე ძირითადი რჩება, რაზეც შეიძლება შემიძლია ხაზი გაუსვა და ალბათ ბევრს გამოადგება 3-4 ძირითადი თემა არის, რომელიც შეიძლება გაამახვილოთ ყურადღება და გამოგადგეთ აბსოლუტურად ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობის დროს. პირველ რიგში მინდა უბრალოდ დაგაკვალიანოთ, არასდროს არ დაინანოთ უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, არ დაინანოთ ზედმეტი 20, 30 ან 40 евро სატელეფონო ოპერატორთან და შეიძინოთ SIM კარტა. ყოველთვის დაიმახსოვრეთ ერთი რამ, თქვენი ნებისმიერი გამგზავრება, თქვენი ნებისმიერი ტური, კრუიზი, თუ რაც კიდე დაარქვით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. წავა, როგორც რუსული გამოთქმა, კატის კუდის ქვეშ. აღარ დავკონკრეტდები სად, იმიტომ რომ რამდენ რუქაც არ უნდა შეიძინოთ ეს ქაღალდის რუქა, ივლით ქრისტეფორე კოლუმბივით რუქაში ყურებით, იმიტომ რომ რუქის ცნობას ჯერ კიდევ კარგად შესწავლა უნდა, სწავლა უნდა, გამოცდილება უნდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ რუქით გადაადგილებას და რუქით სარგებლობას. ამიტომ არ დაინანოთ ფული, შედით ოპერატორთან და იყიდეთ აუცილებლად SIM კარტა, სადაც თქვენ გექნებათ დატა, ანუ ინტერნეტ კავშირი. აუცილებლად მოგქონდეთ 4G კავშირი, ეს უკვე აღარ ჭირს არც ერთ ოპერატორთან და რა თქმა უნდა მიხვდებით რატომ. აუცილებლად გქონდეთ GPS-ი გააქტიურებული და აუცილებლად გამოიყენეთ აქტიურად Google-ის რუქები. მანამ სანამ თქვენი ქვეყნიდან გადაფრინდებით ან გაემგზავრებით უცხო ქვეყანაში, ყოველთვის გაითვალისწინეთ ერთი რამ. მოელოდეთ ყოველთვის იმას, რომ იმ წუთასვე ვერ შეიძენთ აი ამ სიმბარაც და აუცილებლად მონიშნეთ ის ქალაქი ან რამოდენიმე ქალაქი, სადაც თქვენ გიწევთ მოძრაობა და გააკეთეთ offline რუკები. Google-ის რუკებში შეგიძლიათ გააკეთოთ offline რუკის დასეირება, დიახ, და თქვენ შეძლებთ უკვე გადაადგილდეთ თქვენივე ტელეფონით, თქვენივე რუკით და ნახავთ სად იმყოფებით იმ წუთას, რომელ წერტილში რა ადგილას. ერთადერთი მინუსი აქვს ამ offline რუკებს ინტერნეტის გარეშე. თქვენ ვერ დაინახავთ ავტობუსის, ტრამვაების და სხვადასხვა ტრანსპორტის მარშრუტებს. დანარჩენი აბსოლუტურად ყველანაირი სერვისი, არ ჩავთვლი ბარების და რესტორნების და შოპინგ ცენტრების და არა აქვს ლოკაციების მონიშნას, გექნებათ აბსოლუტურად ყველანაირი სერვისი, რომ გადაადგილდეთ და დაინახოთ თქვენი თავი რუკაზე, ეს უკვე ძალიან ბევრ ამას ნიშნავს უცხო ქვეყანაში. გაითვალისწინეთ, არავინ თქვენი პატრონი არ არის, მომკითხავი არავინ არ არის და თქვენ გქონდეთ აუცილებლად რუკა დამიჯერეთ, ამაში არ უნდა დაეგენანოთ, ალბათ დაზოგოთ ფული. პირადად მე ნებისმიერ ქვეყანაში ვცდილობ, რომ Vodafone შევარჩიო, Vodafone-ის ოპერატორი, ესეთი ერთ-ერთი უცნობილესი ოპერატორი, რომელსაც ძალიან მაგარი 4G დაფარვა აქვს და ძალიან მაგარი 4G ინტერნეტი აქვს. სხვადასხვა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, Vodafone-ს სხვადასხვა ფასები აქვს, ისევე როგორც სხვა ოპერატორებს და ამ ეტაპზე იტალიაში Vodafone დამიჯდა 40 евро, მაგრამ შედიოდა 5 გიგაბაიტი და unlimited call-ები, ადგილობრივი და SMS-ები. სხვა გზა არ არის და შევიძინე, რა თქმა უნდა. და დღემდე მე ვიყენებ ამ ინტერნეტ ტრაფიკს 5 გიგაბაიტი არც ბევრია, არც ცოტა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 3 დღე, 4 დღე და 1 კვირა ნებისმიერ შემთხვევაში გეყოფათ თუ YouTube-ზე რა თქმა უნდა ვიდეოები არ აკატავით და არ უყურებთ. როდესაც თქვენ ბრუნავთ ან ყიდულობთ სასტუმროს ნომერს, სახლს, ქირაობთ და ასე შემდეგ, აუცილებლად გადაამოწმეთ პირველ რიგში რამდენად შორს იმყოფება ქალაქის ცენტრიდან. როგორც მოგესალმებათ, ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ქალაქში, სადაც თქვენ ჩადიხართ, ქალაქის ცენტრი არის ესეთი საწყისი ადგილი, სადაც განთავსებულია ყველანაირი შოპინგი, მუზეუმები და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ ჩვენი რუსთაველის გამზირი, მუზეუმებია იქ ბევრი, იქ არის ბევრი მაღაზიები და მოკლედ ყველაფერი ქალაქის ცენტრშია მოქცეული, ამიტომ იმით გათვალისწინებით, რომ თქვენ ყოველდღიურად მოგიწევთ აი ამ მუზეუმებში, ატრაქციონებზე და შოპინგ ცენტრებში წასვლა, არ აქვს მნიშვნელობა. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი სახლი არ უნდა იყოს 3-4 კილომეტრზე შორს აი ამ ცენტრიდან. ხანდახან ესეც უკვე ბევრია, იმიტომ რომ ტრანსპორტის მიმოსვლაზეა ეს დამოკიდებული, რამდენად
ხშირად დადის ტრანსპორტი და რამდენად ლოკალიზებულია ეს ყველაფერი, რამდენად ახლოს არის თქვენ სახლთან ავტობუსის, ტრამვაის გაჩერებები ან მეტროს სადგური და ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ, ნუ გადააცილებთ 3-დან 5 კილომეტრიც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, როდესაც თქვენ უცხო ქვეყნიდან ხართ ჩამოსული და ტურისტი ხართ, დამეწუნეთ და ნუ დაზოგავთ ამაზეც ფულს, ყოველთვის შეეცადეთ მაქსიმალურად ახლოს იყოთ ქალაქის ცენტრთან, იმიტომ რომ ტრანსპორტში მაინც დაგეხარჯებათ ფული, ეს ყოველდღიური შეიძლება თქვა, რომ აი აქ მილანში მაგალითად €9.5 ღირს მეტროც, ავტობუსიც, ტრამვაიც, არა აქვს ამას მნიშვნელობა, €9.5 მართლა არ არის ძვირი აქაურისთვის, აქაური ცხოვრებისთვის €9.5 არაფერს არ ნიშნავს. მე ვყიდულობ თქვა 24 საათიან კარტებს, რომელიც ღირს €4-მდე, 2 დღე დაახლოებით 2 დღემდე მყოფნის, ნებისმიერ ტრანსპორტში უკვე არაერთჯერადად, არამედ მთელი დღის განმავლობაში რამდენჯერადაც გინდათ შეხვალთ ტრანსპორტში, ჩახვალთ მეტროში და ეს ყველაფერი ღირს €4.5 24 საათის განმავლობაში, არის 48 საათის განმავლობაში და მერე უკვე იწყება ერთკვირიანი, ორკვირიანი, ერთთვიანი და ასე შემდეგ. მოკლედ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და გაითვალისწინეთ შეგიძლიათ ესეც. ისევე როგორც აქ, ყველა ქვეყანაში არის ესეთი ტალონები, სხვადასხვა ქვეყნების მეც მაქვს შეძენილი, ძალიან ხშირად ხმარობ და ესეც ერთ-ერთი ლაიფჰაკია. არასდროს არ დაიწყოთ შოპინგი ჩასვლისთანავე. ყოველთვის იმოძრავეთ, ჯერ დაათვალიერეთ ის ადგილები, ის ღირსშესანიშნაობები, რისთვისაც ჩახვედით, კონკრეტულად აი ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში და დაიწყეთ დათვალიერება ჯერ. დაიწყეთ დათვალიერება იმის შემდეგ, რომ ამოწურავთ დაახლოებით თქვენს იქ ირგვლივ ტერიტორიაზე თქვენი ინტერესის სფეროს, დათვალიერების ინტერესის სფეროს. შემდეგ უკვე გადათვალეთ ფული და რამდენიც მოგრჩებათ შესაბამისად რისი გადაყრის ეგრეთ წოდებულად, რამდენის გადაყრის უფლებასაც აძლევთ საკუთარ თავს. სწორედ აი ამის შემდეგ უკვე დაიწყეთ სიარული შოპინგ ცენტრებში. ეს არის და ეს. ნუ შეეცდებით თავიდანვე ჩასვლითანავე მიაწყდეთ, მივარდეთ შოპინგ ცენტრებს. დაგეხარჯებათ მთელი ფული მხოლოდ იქ, იმიტომ რომ ნებისმიერი ყიდვა, ნებისმიერი რაღაცის შეძენა დაახლოებით 80% ემოციაზე აგებული და არა სურვილზე. ნებისმიერ რაღაცას, როდესაც თქვენ ყიდულობთ, ეს აგებულია ემოციაზე და მხოლოდ ის 20 ან მაქსიმუმ 30% ეხოთნობა თქვენს სურვილს. სწორედ ამიტომ არის მაღაზიებში მუდმივად ჩართული ეს მუსიკები, მხიარული განწყობაა შექმნილი, იმიტომ რომ აგირიონ თავი და სწორედ აი ემოციამ აჯობოს თქვენ სურვილს, თქვენ მოთხოვნილებას კონკრეტულად რაიმე საქონლის ან რაიმე პროდუქტის მიმართ. ზუსტად ეს განაპირობებს ამას, ზუსტად მაგიტომ არის ჩართული ნებისმიერ მარკეტში, მაღაზიებში ეს ჩქარი, ესეთი სახალისო მუსიკები, რომ თქვენ ზუსტად გძლიოთ აი ამ ემოციამ. თქვენ მოხვალთ აი აქ დუომოს მოედანზე და მოგინდებათ მტრედებთან ერთად სურათის გადაღება. გაითვალისწინეთ, რომ აი ესეთი ადგილობრივი მოსახლეობა თქვენ ვითომ უფასოდ მოგცემთ პატარა დაფსკვნილ ესე მაკარონებს ან პურის ნაჭრებს ან პატარა რაღაც ნამცეცებს. ისინი ჩვეულებრივად ხელში გიყრიან ამას, რომ გადაიღოთ სურათი, ვითომ მგონიათ, რომ ეს უფასოა, მაგრამ სურათის გადაღების შემდეგ მოვლენ და მოგთხოვენ ფულს, დაიწყებენ ჯერ 10 ევროთი, მერე ნელ-ნელა ჩამოვლენ 5 ევროზე და მისცემთ 5 ევროს და წავდნენ. ნუ ვისაც არ გინდათ ესეთი მოულოდნელობებით ახსავს ეს სურათის გადაღება, დაგჭირდეთ, არ ვიცი. თუ არ გინდათ რომ სურათის გადაღება დაგიჭირდეთ 10 ევრო, 15 ევრო, ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ, აი ეს პიროვნებები ჩვეულებრივად მოდიან ხელში ავტომატურად გიყრიან, თქვენც უწუდით ხელს რომ გადაიღოთ სურათი, არ ფიქრობთ იმაზე რომ ეს ფასიანი შეიძლება აღმოჩნდეს და ამიტომ გაითვალისწინეთ. ალბათ სულ ეს იყო, მე უბრალოდ მოგეცით რამოდენიმე რჩევა და ალბათ
სავარაუდოდ მაინც გამოგადგებათ თუ თქვენ დაიწყებთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში. გაგახსენდებათ ჩემი სიტყვები.